ილია ჯეილ ეს ბიჭი როცა ოქტაგონზე გამოდის ისე იღიმის თითქოს მისთვის ჩვეულებრივი დღეა ისეთი მშვიდია ისეთი მომთმენი თავიდან მეგონა თითქოს ყალბი გამომეტყველება ჰქონდა თავს გვაჩვენებდა რათა ნერვიულობა დაემალა თითქოს ამ ყალბი ღიმილის უკან ნერვიულობა იმალებაო მაგრამ არა აღმოჩნდა რომ ნამდვილი ღიმილია აი ვინ არის ის ინამდვილეში მას ჯერა რომ ოქტაგონში ყოფნა მისი საქმეა და როცა ოქტაგონშია ის ყველას ჯობია ის საუბარს იწყებს იმის შესახებ თუ რის გაკეთებას აპირებს. გადაცემის შემდეგ ჯონსა და ჯოსაც უთხარი რომ ის საუბარს აგრძელებს იმის შესახებ თუ რა სურს და რის გაკეთებას აპირებს. ჩვენ მისი დაჯერება არ გვინდა. განა ის იტყუება რომ ამბობს პირველივე რაუნდში დავანოკაუტებო. ანაჰაიმში ერთად რომ ვიჯექით ის მეუბნება. დისი მე ვოლკს გავთიშავ. მე უთხარი ერთი და იგივე ვოლკზებს საუბრობდით თუ არა. ის მიმტკიცებს რომ მას გათიშავს. მე ვეუბნები ილია ის ყველა დროის საუკეთესო ქვემსუბუქწონოსანია. მნიშვნელობა არ აქვს დისი მე მას გავთიშავ. მან ასევე მითხრა რომ მაქს ჰოლოვეისაც გათიშავდა. მე ისევ ვეუბნები მაქს ჰოლოვეის ვერავინ გათიშავს. წინაკვირას ისევ ამბობდა მე მას პირველ რაუნდში გავთიშავ. ძმაო სასწაული ის იყო როცა ჩარლსთან მივიდა და ეუბნება. ბოდიში რომ შენი დამარცხება მიწევს. სისხლიანია. ჩეილ არ მინდოდა შენ რომ ყოფილიყავიო. მართლაც ივსისხლიანია. დაგბურძგლავს რადგან ზუსტად ასე მოიქცა. ილიამ როდესაც თავი დაიცვა ჩარლზის ტეიქდაუნისგან, მივხვდი რომ ეს ცუდი იყო ჩარლზისთვის. შემდეგ როდესაც ჩარლზის სახე ნაადრევად გაიჭრა, აი მაშინ უკვე ვიცოდი რომ ის საფრთხის ქვეშ იყო. ჩეილ, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე იცი რა მოახდინა? იმან რომ ილიამ მხოლოდ ერთ დარტყმას არ ისვრის. მაგალითად, ჩვენ ზოგჯერ როცა ვბრძოლობთ, მარჯვენა ხელს ვამზადებთ თუ არა შემდეგ უბრალოდ ვიქნებთ. თუ მოვახოდრეთ დარტყმების დამატებაზე ვფიქრობთ. მან ჩარლზ მარცხენა ჰუკი მიაყოლა, მაშინ როცა ამის საჭირო